გიგზავნეთ რომ ცხოვრების შეცვლა გსურთ, მაგრამ ყოველდღიურად ერთი და იგივე ძველ ადამიანად იღვიძებთ, მაშინ პასუხებს იმაზე თუ რატომ ხდება ასე თქვენ აი ამ წიგნში იპოვეთ. ეს არის ჯო დისპენზას წიგნი შეცვალე ქვეცნობიერი შექმენი ახალი რეალობა, სადაც ავტორი აერთიანებს ისეთ მეცნიერებებს, როგორიც არის კვანტური ფიზიკა, ეპიგენეტიკა, ნეირომეცნიერება და ფსიქოლოგია. და წიგნის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ადამიანების ბედი არ არის გენეტიკურად გადაწყვეტილი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი ძველი ადამიანის ყოფნად ჩვევა, უბრალოდ მოიშოროს და საფუძველი ჩაუყაროს ახალ ადამიანად ფორმირების პროცესს. ავტორი გვიმტკიცებს, რომ ჩვენს ფიქრებს და ჩვენს ემოციებს უშუალო და პირდაპირი ზეგავლენა აქვს იმაზე, თუ რა რეალობას ვქნით ჩვენს გარშემო და ადამიანების უმეტესობა როგორც წესი ყოველდღიურად რუტინულ რეჟიმში აკეთებს თითქმის ერთი და იგივე არჩევანს, იქცევა ერთნაირად, რაც შესაბამისად ერთი და იგივე შედეგების დადგომას უწყობს მის ცხოვრებაში ხელს, ხომ? ასე რომ ადამიანის ყოველდღიურად გამეორებული ეს ემოციებს, ადამიანის სხეული უბრალოდ იმახსოვრებს და ავტორი ამას უწოდებს სხეულის გონებას, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყოველდღიურ პროცესში ჩართულია არა ნეოკორტექსი, ანუ ტვინის ის უბანი, რომელიც კოგნიტურ უნარებზეა პასუხისმგებელი და ფიქრსა და აზროვნებას უზრუნველყოფს, არამედ ცერებრული უბანი ტვინისა, რომელიც უბრალოდ არის ქვეცნობიერის ადგილსამყოფელი. ანუ მეტწილად ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებებს უფრო მექანიკურად და ქვეცნობიერის დონეზე ღებულობენ, ვიდრე ცნობიერის დონეზე. ავტორი გვიყვება, რომ იმისთვის, რომ შევცვალოთ ჩვენ რეალობა, პირველ რიგში უნდა შევცვალოთ ჩვენი ფიქრები და დამოკიდებულება რეალობის მიმართ, რადგან ნებისმიერი სამოვალო სცენარი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს, კვანტურ ველში უკვე არის გაწერილი. უბრალოდ ჩვენ რომ ჩვენთვის სასურველი მოვლენა მოვიზიდოთ ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენი განზრახვა, ჩვენი ფიქრები და ემოციები უნდა იყოს თანხვედრაში ერთმანეთთან და მხოლოდ ამ შემთხვევაში მივა ჩვენგან სიგნალი აი კვანტურ ველში, სადაც აი ეს სცენარი, პოტენციური სცენარი უკვე არის გაწერილი. ავტორი გვიყვება იმ მეთოდებზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი არის სასურველი რეალობის მიღება და ერთ-ერთი არის აი მაგალითად მენტალური ვარჯიშები. და ამის შესახებ წიგნში მოყვანილია ერთ-ერთი ექსპერიმენტის შესახებ, სადაც ადამიანთა ჯგუფი დაყვეს ორ ნაწილად, ერთი ჯგუფი ახდენდა როიელზე დაკვრის ფიზიკურ პროცესს, ანუ ფიზიკურად უკრავდა როიელზე, ხოლო შემდეგ მეორე ჯგუფს დაავალეს, რომ ეს უბრალოდ წარმოედგინათ მათ თავიანთ გონებაში, ანუ მენტალურად ევარჯიშათ ამაში და როდესაც მათ ტვინებზე მოახდინეს შემდეგ დაკვირვება, აღმოჩნდა, რომ თითქმის იდენტური ცვლილებები იყო ორივე ჯგუფის ადამიანების ტვინებში. ამიტომ ავტორი ხაზს უსვამს იმას, თუ რა დონის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ფიზიკურ ქცევას, არამედ უბრალოდ ფიქრებს და მედიტაციის მნიშვნელობასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იგი ამ წიგნში და მოთხრობილია უამრავი ტექნიკა და მეთოდები, თუ რანაირად შეიძლება მედიტაციით უბრალოდ ჩვენთვის სასურველი რეალობა მივიღოთ. პირველ რიგში ეს არის, რომ იმისთვის, რომ ჩვენთვის სასურველი რეალობა დადგეს, როგორც ზემოთ აღნიშნე, არის აუცილებელი ფიქრისა და ემოციის თანხვედრა. ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გვინდა სიმდიდრის და სიუხვის მაგალითად მოზიდვა, ეს არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავს ემოციურად ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ ღარიბ და ხელმოწარულ ადამიანთან, ხო? მოკლედ, ავტორი ამბობს, რომ ცვლილებებისთვის, ცხოვრებაში მისაღები ცვლილებებისთვის საჭიროა გადაილახოს უმთავრესად სამი რამ. პირველი ეს არის გარემო, ანუ არ უნდა მივცეთ ჩვენ გარემოს ადამიანებს, ხალხს თუ ნივთებს თუ ამ შემდეგ საგნებს და მოვლენებს იმის საშუალება, რომ ჩვენს შინაგან ემოციურ მდგომარეობაზე იქონიოს ზეგავლენა. მეორე ეს არის სხეული, უნდა
აიძულოთ სხეული რომ დაემორჩილოს ახალ ჩვევებს, ახალ ფიქრებს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და იმ ახალ ნეირონულ კავშირებს, რომელსაც ვქმნით ფიქრების ახალი ფიქრების გენერაციის დროს. ხოლო და მესამე ეს არის დრო და ავტორი გვეუბნება რომ ვიცხოვრებთ წარსულის მოგონებებით ან მომავალზე ოცნებით, არამედ უმჯობესი არის ყოველთვის რომ დარჩეთ აწყოში და იყოთ აქ და ახლა. მოკლედ თუ გინდათ რომ შეცვალოთ თქვენი, ანუ არ მოგწონთ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობთ და გინდათ რომ შეცვალოთ თქვენს ირგვლივ არსებული რეალობა, პირველ რიგში უნდა შეცვალოთ თქვენი ქვეცნობიერი და ამის შემდეგ დაიწყება ის ცვლილებები და თქვენ ავტომატურად მოიზიდავთ იმ მოვლენებს, რომლის მოზიდვაც თქვენ ასე ძალიან გსურთ. მოკლედ გირჩევთ რომ ეს წიგნი წაიკითხოთ ეს წიგნი იმისთვის რომ დადგეს ის ასურველი რეალობა, რომელიც თქვენ გინდათ რომ დადგეს და უბრალოდ რომ დაანებოთ ძველ ადამიანად ყოფნას, გადაეჩვიოთ ძველ ადამიანად ყოფნას და საფუძველი ჩაუყაროთ იმას, რომ უბრალოდ შედგეთ როგორც ახალი ადამიანი და შესაბამისად თქვენს ირგვლივაც დადგეს ახალი რეალობა.